თიკა. დიახ. შენი აზრით, რას ვერ გავაკეთებდით მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეშე? დედა რანაირი კითხვა, რა რთული კითხვა. მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეშე. მე მგონი ამ თოძინას არ აქვს მენჯ-ბარძაყის სახსარი, იცი? ესეთი ეჭვი მაქვს. ხო და ნახე სამართავია ხელით, ანუ წარმოიდგინე. მე მგონი საერთოდ ვერაფერსაც ვერ გავაკეთებდით. ერთ ნაბიჯსაც ვერ გადავდგამდით. თუ ვინმე არ დაგვეხმარებოდა, შეხედე, მეც კი ვერ ვეხმარები ამ საწყალთოჯინას. კიდევ თიკა. მენჯ-ბარძაყის სახსრის გარეშე ვერ დავჯდებოდით, შესაბამისად ვერც ავდგებოდით ლევან და საერთოდ ვერც მუხს მოვხრიდით. ანუ რა სიგიჟეს მეკითხებთ? კიდე კაი რო გვაქვს მენჯ-ბარძაყის სახსარი. ხოჭა თიკა, კაი ნამეცადინები ხართ, ხა რაც გამოცდასავით რომ მოგიწყვეთ. ანუ რამე ბილეთი მაქვს აღებული და არ ვიცი. აბა შენი აზრით კიდე, აბა გავაღრმავოთ უფრო ეს თემა. საინტერესოა. კიდევ რას ვერ ვიზავდით? საერთოდ ხო ვერ ვივლიდით, შესაბამისად წონასწორობასაც ვერ დავიჭერდით დიდი ალბათობით, ხო, არ ვიცი, ალბათ რაღაცა გვეხმარება ეს, ხო? რა ვარჯიში, საერთოდ ცხოვრებაზე გვექნებოდა უარი სათქმელი, იმიტომ რომ ვერც ეკვა, ვერც სიმღერაც კი ვერ იქნებოდა ლევან, ვერც ხტუნვა, სირბილი, რა ვიცი, მე მგონი მართლა იმასავით მოგვიწევდა, ფორთხვით მოგვიწევდა გადაადგილება. სხვანაირად წავიდოდა ევოლუცია და სულ სხვა ფორმის ვიქნებოდით შესაბამისად. აბა. რამე რო დაგვარდა და წარმოიდგინე. ხო, რო დაგივარდეს ვერ ვერ დაიხრები რო აი ხო. დამთავრდა, არა. აი ესე. დავარდნილი იყო და ეგდებოდა იქ. ვერ ვერ მომაწოდებდი ლევან. თიკა, ის სულ რაღაც 2 წუთში რამდენი რამე ჩამოთვალე. ყველას ნათლად დაანახე ალბათ იმის მნიშვნელობა თუ რაც ჩვენ ყოველდღიურობაში ნორმად მიგვაჩნია, მაგრამ ცხოვრების მანძილზე მენჯ-ბარძაყის სახსარზე ისეთი დიდი დატვირთვა მოდის, რომ სახსარი სხვადასხვა მიზეზების გამო შეიძლება დაგვიზიანდეს. დაზიანება შეიძლება იყოს სულ მცირეც კი, მაგრამ იმის გამო რომ მუდმივად მოძრავი სახსარია და მასზე უზარმაზარი დატვირთვა მიდის, ამ მცირე დაზიანებამ შეიძლება გამოიწვიოს უფრო მეტი და საბოლოო ჯამში ძალიან ესეთ რთულ დაზიანებამდე მივიდეთ, როდესაც ფუნქციასაც კი კარგავს ხოლმე ადამიანი. მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანების უმეტესად ხშირი მიზეზი არის ოსტეოარტრიტი, როდესაც სახსარი ცვდება და კარგავს ამორტიზაციის უნარს. ეს რა თქმა უნდა იწვევს ტკივილს და უმოძრაობას. მეორე ხშირი მიზეზი არის რევმატოიდული არტრიტი, ეს ავტოიმუნური დაავადება, რომელსაც იწვევს ანთებითი პროცესი. არ დაგვავისდეს ოსტეოპოროზი, ყველას გაგვიგია, აი მოტეხილობების ძირითადი მიზეზი არის ხოლმე ოსტეოპოროზი, ჩვენ ბევრი გველაპარაკი ამ თემაზე. განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებშია ხშირი და ეს ოსტეოპოროზი სწორედ იწვევს ხშირად მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობას. აი ესე იგი, რამდენი მიზეზი გამოიკვეთა, ჩამოთვლილი მიზეზების გარდა შეიძლება იყოს ტრავმა, ხო, რაღაცა დაზიანება, სპორტული რაღაცა შემთხვევა, ან შეიძლება რაღაც უბედური შემთხვევაც, რომელმაც შეიძლება მიიყვანოს ადამიანი აი ამ მენჯ-ბარძაყის სახსრის დაზიანებასთან, რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე არჩევანი მიდის ქირურგიულ ჩარევასზე, ხო, ალბათ პირველი ეს ხდება. და სხვა შორის სტატისტიკა მოვიშველიოთ, აი მოსახლეობის დაახლოებით 8-12%-ს ესაჭიროება მსხვილი სახსრების პროთეზირება სხვადასხვა პათოლოგიის გამო. და საქართველოში ყოველწლიურად ჩატარებული ენდოპროთეზირების რიცხვი დაახლოებით 10,000-ია. ხო, და აი ჩვენ სამში ახლა ლევანს უკვე აქვს შეცვლილი, ხო, სახსარი? როგორ ხარ? ამოისუნთქე, ვიდრე ვიყავი. რაც თავი არ მტკივა. საერთოდ არ არის ტკივილი, გადაადგილების არ მიჭირს არც დახრა, არც ადგომა, არც სირბილითაც კი დავარბი ვარ, მაგრამ იყო პერიოდი, როდესაც ამ სახსრის ტკივილმა იმდენად დამითქუნა მოძრაობა და ყველაფერი, რომ სიცოცხლე პერიოდულად არ მინდოდა. და მე მახსოვს აი ზუსტად რაც მე ვთქვი რომ ლევანმა ეს სამსახურში მაშინ ძალიან დაძაბული პერიოდი ჰქონდა ტკიოდა, მაგრამ არ გაუფრთხილდა და აი მაშინ რო სამსახურში დატვირთული მუშაობის გამო უფრო მეტად გაიღიზიანა და გაიფუჭა ეს სახსარი. ხო, სანამოთმენადია ითმეს ადამიანი ხოლმე. თუმცა მართლა ეს სახსრის ცვლილება რაღაცნაირად მეორე დაბადებასავით არის, ხო, რომ იბრუნებს შენს ცხოვრებას, რომელსაც რაღაცა წილობრივად გამოეთიშე და ჩაეხსენე, შეიძლება სამსახურეობრივი ვალდებულებები იყო, უბრალოდ რა ვიცი, ქუჩაში გასვლა თუ ნებისმიერი აქტივობა, სურსათზე წასვლა, ნებისმიერ საჭიროებაზე ბავშვის წაყვანა, მოყვანა და ასე შემდეგ და ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც თქვენავთ, ალბათ დროული რეაგირება და რა დრო არის ალბათ უფრო მიზანშეწონილი იმისათვის, რომ ადამიანმა, ვისაც აწუხებს მსგავსი ჩივილები, მიაკითხოს ექიმს, ამაზეც ვისაუბრობ და არა მხოლოდ ამაზე, ჩვენ სტუმრებთან ერთად კომპანია Modern Medical Solutions-ის კომერციული დირექტორი რომა ლომიძე და
ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის ტრავმატოლოგია ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თემურ კვეტენაძე. თავში მოთავაზეთ მადლობა. წყალი მთის მათვისა, ვისი ცხოვრება სავსეა ენერგიით. წყალი მთის 0%-ით ბრომატით. ესე იგი, როგორც აღმოვაჩინეთ, თურმე საქართველოში ყოველწლიურად 10,000 ოპერაცია კეთდება ხელოვნური სახსრით ჩანაცვლებისა. საინტერესოა, რა ტიპის ოპერაციებზე ვსაუბრობთ? ეს არის დიდი ტრადიციული ოპერაცია თუ მინი-ინვაზიური? საქართველოში ხშირად კეთდება ტრადიციული კლასიკური მიდგომით ოპერაციები მეჯბარძაყის სახსარზე, თუმცა ჩვენს კლინიკაში წელიწადზე მეტია დავიწყეთ მინი-ინვაზიური მიდგომით კეთება ამ ოპერაციების, რამაც ძალიან კარგი შედეგი დადო და მაყოფილი პაციენტების რაოდენობა გაიზარდა. მე შეიძლება ექიმებმა იციან ბუნებრივად, მე არ ვიცი მინი-ინვაზიური რას ნიშნავს. ტრადიციული ვიცი. გაიჭრა, სახსარი შეიცვალა და გაიკერა. ცოტა ესე ძალიან ზედაპირულად რო ვთქვა და მინი-ინვაზიური რას გულისხმობს ცოტა საგვახედეთ. სამწუხაროდ იმ დონეზე არა ვართ ასული ჯერო გაჭრის გარეშე გავაკეთოთ ეს ოპერაცია. გაჭრას მაინც საჭირო. გაჭრა მაინც საჭირო არის, გაცილებით ნაკლები განაკვეთია, გაცილებით ნაკლები ტრავმატიზაცია არის რბილი ქსოვილების და ყველაფერი რაც ამას მოყვება. ნაკლები სისხლის დანაკარგი, სწრაფი რეაბილიტაცია და ნაკლები რისკი პოსტოპერაციული და ინტრაოპერაციული გართულების. ტექნოლოგიები გეხმარებათ ამაში, თქვა თუ რა ეს განაკვეთი უბრალოდ თქვენ აკეთებთ პატარა განაკვეთს? ამ ოპერაციაში მონაწილეობს საკმაოდ დიდი დანადგარები. ხანდახან ხუმრობთ ხოლმე, რომ ნახევარი საოპერაციო ამ დანადგარებს უჭირავს. რობოტებს რომ ეძახიან, ეგ არის ეს დანადგარები, შეიძლება ჩვენ ესე წარმოვიდგინოთ? შეიძლება ეგრეც დავარქვათ, ეს არის დამხმარე მოწყობილობები, რომელიც ჩვენ გვაძლევს საშუალებას მცირე განაკვეთით, მცირე ტრავმატიზაციით ჩავატაროთ ამ ხელა ოპერაცია და მოგახსენებთ, რომ მეჯბარძაყის სახსრის ენდოპროტეზირება არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მასშტაბური ოპერაცია ორთოპედიაში. ნამდვილად და რეაბილიტაციაც უფრო ხანგრძლივი აქვს ხოლმე და ეს რადგან მინი-ინვაზიურია, შეიძლება ვიფიქროთ თუ არა, რომ უფრო მოკლე პოსტოპერაციული პერიოდი აქვს. ეს არის ერთ-ერთი უპირატესობა, რაც მოაქვს ამ მინი-ინვაზიურ განაკვეთს, ეს არის სწრაფი რეაბილიტაცია. კლასიკურ მიდგომასთან შედარებით რო ვისაუბროთ, ალბათ უსწრაფესი რეაბილიტაცია გამოდის, იმიტომ რომ რა ვადაზე ვსაუბრობთ? შევადაროთ აბა კლასიკურის და ამის ძალიან დამოკიდებულია რეაბილიტაციის ვადები იმაზე, რა დონეზე მომზადებულია პაციენტი ფიზიკურად. ავარჯიშები პაციენტი გჭირდებათ? მართლა? რა დონეზე აქტიური ცხოვრების წესი ქონდა მანამდე ოპერაციამდე და რა დონეზე მაღალი ტონუსი არის მისი კუნთების. საშუალო ვადები 36-48 საათი არის ჰოსპიტალიზაციის. და მორჩა. მე იწყება უკვე რეაბილიტაცია. დავინტერესდი ახლა უკვე რა ხდება უშუალოდ სახსარში, ხო? ჩვენ ვიცით რომ არსებობს სხვადასხვანაირი ენდოპროტეზირება, ხო? ამ შემთხვევაში რა არის თქვენი შეთავაზება? ყველაზე მთავარი რაც არის მთელ ამ პროექტში, ასე ვიტყოდი, რომელიც წელიწადნახევრის წინ დავიწყეთ საქართველოში, არის ის რომ შვეიცარიული კომპანია Medacta სამწლიანი მოლაპარაკებების შემდეგ შევძელით შემოგვეყვანა საქართველოში. მეტიც შევძელით რომ მათი პროტეზები ძალიან ლიმიტირებული რაოდენობით, მაგრამ ყოფილიყო საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ხელმისაწვდომი პაციენტებისთვის. შეიძლება ითქვას, რომ Medacta არის როგორც მინიმუმ ერთ-ერთი საუკეთესო პროტეზი მსოფლიო მასშტაბით. პროტეზები ზოგადად იზომება სხვადასხვა საერთაშორისო კლასიფიკაციით და ყველაზე მოწინავე საერთოდ მსოფლიოს მასშტაბით არის ესე ითვლება დიდი ხუთეული. ამ დიდ ხუთეულში არ ითვლება როგორც წესი რომელზე უკეთესია და ამ დიდ ხუთეულში შემავალი ყველაზე ტექნოლოგიურად მოწინავე კომპანია გახლავთ Medacta, რომელიც ჩვენ შემოვიყვანეთ და პირდაპირ დავიწყეთ მინი-ინვაზიის კეთება. თვითონ Medacta მუზაუმაზარი ინვესტიცია ჩადოა ეს დამხმარე დანადგარები თუ რობოტული ტექნოლოგია ყოფილიყო ქირურგიის ეროვნულ ცენტრში ხელმისაწვდომი და ანუ რა თქმა უნდა იმედი გვაქვს რომ უფრო და უფრო მეტი პაციენტის დახმარება იქნება შესაძლებელი და საოპერაციო დროც რადიკალურად მცირდება მინი-ინვაზიისას და კიდევ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არც ერთი პაციენტი ფაქტობრივად არ არის ერთნაირი. ხშირ შემთხვევაში სხვადასხვა ანატომია გვხდება და საჭირო არის სხვადასხვანაირი იმპლანტის გამოყენება.
ვიღაცის ძვალი უფრო მსხვილია, ვიღაცის ძვალი უფრო წვრილია, სადაც ეს პროტეზი უნდა ჩადგეს, ვიღაცა ახალგაზრდა, ვიღაცა ნაკლებად ახალგაზრდა, ვიღაცა სჭირდება ეგრეთ წოდებული ორმაგი მობილობის პროტეზი, ვიღაცა სჭირდება კერამიკის პროტეზიო 30 წელი გაძლოს, ისე რომ რევიზია არ დაჭირდეს და ეს სრული სპექტრი მედაკტამ შეძლო რომ გაეხადა საქართველოში ხელმისაწვდომი. წელიწად ნახევარზე მეტი გავიდა პრინციპში რაც დავიწყეთ ამ ოპერაციების კეთება ქირურგიის ეროვნულ ცენტრში. 200-ზე მეტი ოპერაცია არის ალბათ უკვე გაკეთებული და გართულება საერთოდ არ შეგვხვედრია. შოკის მომგვრელიც კი იყო, როდესაც ვნახე, რომ ოპერაციის მეორე დღეს წავიდა რამოდენიმე პაციენტი კლინიკიდან გაეწერა 24 საათის ვადაშიც კი. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესაბამისი ფიზიკური მდგომარეობა ამ პაციენტის. და ეს ყველაფერი საყოველთაო დაზღვევის ფარგლებში ხდება? ჩვენ შეგვიძლია ჩვენს მოსახლეობას, განსაკუთრებით პენსიონერებს, მივაწოდოთ ესეთი უმაღლესი ხარისხის პროტეზი, უახლესი ტექნოლოგიები და ეს ყველაფერი დაფინანსდეს სახელმწიფოს მიერ. ეხლა ისეთ რაღაცებზე საუბრობთ, რატომღაც რჩება შტაბ-ეშტილება იმის, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქირურგებიც მიყვნენ, ხო? აი ამ სიახლეებს, რომელსაც ნერგავს სხვადასხვა კომპანია, ხო? ტექნიკური მხრიდან, ხო? აი ქირურგების გადამზადებასთან დაკავშირებით როგორ არის? იმიტომ რომ ამ ყველაფერს ხო გამოყენება უნდა და შემდეგ უკვე პაციენტამდე მიყვანა და მიტანა. ნამდვილად ესეა, ისევე რომ მივუბრუნდეთ კომპანია Medactas, ან ნებისმიერ კომპანიას ვისთანაც ჩვენ თანამშრომლობთ, უმნიშვნელოვანესი საკითხი არის ქირურგები სრულყოფილად ფლობდნენ იმ ტექნოლოგიებს, რაც შემდგომ უნდა გამოიყენონ ინტრაოპერაციულად. მოთხოვნა მთავარი Medactas-ი, როდესაც ვიწყებდით ჩვენ ამ პროექტს, 2 წლით ადრე, სანამ დავიწყებდით, მოთხოვნა იყო, რომ ქირურგების რამდენიმე გუნდი უნდა გაგვეგზავნა შვეიცარიაში, იტალიაში, საფრანგეთში, სადაც მოხდებოდა მათი გადამზადება. და სანამ სრულყოფილად არ მოხდა ამ პროცესის გავლა და მოხდა უკვე სერტიფიკატების გაცემა, მხოლოდ ამის შემდეგ მოგვცეს ქვეყანაში პროტეზების შემოტანის უფლება. და მხოლოდ ამის შემდეგ პირველი ეტაპი ჯერ ექიმებთან მუშაობა იყო და შემდეგ ეს ტექნიკური განახლება. ეს ოპერაციები მარტო თბილისის ტერიტორიაზე ხორციელდება თუ სხვა რეგიონებშიც? ძირითადი ბაზა, რა თქმა უნდა, ეს არის ქირურგიის ეროვნული ცენტრი, თუმცა ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის ფილიალში ჩავატარეთ ეს ოპერაცია და ასევე მარნეულის ფილიალში გვაქვს ჩატარებული რამოდენიმე ეგეთი ოპერაცია. შვენიერი, ჩვენ ვიდრე თქვენ შემოგვიერთებოდით, საუბრობდით იმაზე, რომ დროული მისვლა, ასე ვთქვათ, ექიმთან ძალიან მნიშვნელოვანია და თქვენ კიდე თქვენის მხრივ საუბრობდით, რომ მომზადებული პაციენტი და ცოტა კუნთებ შემაგრებული თქვენი ერთობლივი წარმატებისთვის მნიშვნელოვანია. რა დროა ის იდეალური დრო ექიმისთვისა და პაციენტისთვისაც, რომ მიიღონ საუკეთესო შედეგი? როდესაც იწყება უკვე ტკივილი, კოჭლობა, იქ მენჯბარდაკის სახს არის უკვე საკმაოდ დაზიანებული. ყველაზე კარგი პერიოდი ჩვენთვის როგორც ქირურგისთვის არის ის მომენტი, როდესაც უკვე პაციენტის გარშემო ხალხი ატყობს, რომ სიარული შეცვლილია. აი, სანამ კუნთები, მენჯბარდაკის სახსრის წელის კუნთები გადაეწყობა არასწორ სიარულზე, აი მანამდე მიმართვა კლინიკაში არის იდეალური პერიოდი იმისათვის, რომ ჩვენ ჩავერიდოთ. ძალიან კარგი რეკომენდაცია იყო ეს, რადგან როგორც წესი ყველა სულ ბოლო მომენტამდე მიიყავს, ესე ვთქვათ, თავის ჯანმრთელობის მდგომარეობა, და მადლობას გეტყვი და დაგემშვიდობებით.